აბადანი მეხმარები ამოაწყიება აქ ჩააწყი აქ ჯამში ოჩახ მიდი მოგესალმებით მეგობრებო დღეს უნდა გაჩვენოთ აი ამ თევზის მოხარშვა და შემდეგ აი დანი მეხმარება ჩემი შვილი უნდა მოხარშოთ და უნდა ჩავდოთ მე ხლა გეუბნებით ერთ სიტყვას ვერ ვიპოვე ამის თარგმანი თქვენ თუ იცით მომწერეთ კომენტარებში ძალიან გთხოვთ გამოიჩინეთ აქტიურობა უნდა ჩავდოთ მარინადში ამის ქართული სიტყვა მე არ ვიცი და სპეციალურად არ დავგუგლე თუ დაინტერესდებით კომენტარში მომწერეთ ეს სიტყვა ქართულად მარინადი ნიშნავს იმას რომ ჩაიდება სპეციალურად მომზადებულ წყალში სპეციალურად გაჩვენებთ რაში რომელიც დიდი ხანი ინახება მაცივარში ეს თევზი რა თევზია ეს ფილეა სიომგაც არ ვიცი ქართულად მომწერეთ ეს ორი სიტყვა ქართულად ეხლა დანი მომეხმარება და უნდა გავასუფთავოთ მე ეს დანი ხო ჩააწყე ყველა მოკლედ ჩემო ძვირფასებო დანი მომეხმარა აი ცელოფნიდან გადმოვაწყო ამ ჯამში ორაგულის მუცლის აი ესეთი ჩამონაჭერია იცით ეს სამგორში ბაზრებში იყიდება უგემრიელესი გამოდის მოხარშული მაგრამ ჩვენ ახლა ეს ვიდეო რო გამოგვივიდეს გემრიელი და ლამაზი უნდა გასწავლოთ როგორ შევინახოთ ეს მოხარშვის შემდეგ მაცივარში იდება დიდი ხანი მარინადი ხქვიან ზეგან გითხარით თუ იცით ქართულად ეს სიტყვა კომენტარში მომწერეთ გავასუფთავოთ და მომხარშოთ და მოვამზადოთ წვენი რაშიც ჩაიდება და დიდი ხნით შეგიძლიათ მასივრიდან მე ამოიღოთ და ინახება ძალიან გემრიელია უფრო გემრიელი ხდება მარინადში ეხლა პირველ რიგში გავარეცხოთ და გავასუფთავოთ ცოტა გზელებია და გავყოთ შუაზე წინასწარ გავასუფთავეთ და ვყობთ შუაზე ორ ნაწილად გაუნავქნათ ეხლა დანი? კარგად უნდა გავეცოთ. კარგად? აი დანი მეხმარება. დანის უყვარს რეცხვა. აბა კარგად გარეცხე მიდი. ცალ-ცალკე აი ესე, ოჩახ დანი, აი როგორ რეცხავს. აი ესე ცალ-ცალკე გარეცხე, კარგად. აი ესე კარგად გაირეცხა ჩვენი თევზი და ეხლა მოვამზადოთ წყალი. უყურეთ ბოლომდე ვიდეოს, რომ მოიხარშება ვიმეორებ, უნდა მოვამზადოთ სპეციალური წყალი, რომელსაც ეწოდება სახელი მარინადი. ვერ ვიპოვე ქართული თარგმანი ამ სიტყვის. თუ იცით, მომწერეთ კომენტარებში. ეხლა წყალი მოვამზადოთ, მოსახარში წყალი. წყალი დაახლოებით ამდენი. დაფნის ბოთოლი 2 ცალი. აი ეს სურნელოვანი შავი პირპილი. რამოდენიმე ცალი. და მარილი 2 სადილის კოვზი 2-3 და ზოგადად იცოდეთ ხა მე არა ვარ პროფესიონალი მზარეული მაგრამ ოჯახის ხალბატონებმა და ეს გემრიელად ვინც იცის ამ რაღაცების კეთება იცის რომ თევზი იტანს მარილს რამდენიც სჭირდება იმდენს მიიღებს კიდაც მეტი იყოს მარილი ჩაღრილი თევზი მიიღებს იმდენს რამდენიც თვითონ უნდა ეხლა ჩავყაროთ უშუალოდ თევზი ჩაუშვათ ეხლა წყალში ჩვენი თევზები. ნუ რა თქმა უნდა. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ცივ წყალში იყრება. აი ესე მოვათავსეთ. აი ჩვენი თევზი. აქ არის დაახლოებით კილო 200 ესია წონა, კილო 200 დაახლოებით. დავაფაროთ და დაველოდოთ რომ მოიხარშოს. მთლიანი ჩვენი ეს ვიდეო სპეციალურად იმისთვისა რომ კიდევ გიმეორებთ 4ჯერ გითარით თუ 5ჯერ მარტო მოხარშვას არ გაჩვენებთ უნდა გავაკეთოთ მარინადი სპეციალური წყალი რომელიც მერე ჩალაგდება ეს თევზი და მასივარში შეინახავთ რა ვიცი 1 კვირა 2 კვირა თავისუფლად ინახება ამ წვენში მარინადში
უკვე მოიხარშა ჩვენი თევზი და დასჭირდა დაახლოებით 10-15 წუთი. ამოვიღოთ ახლა. რა თქმა უნდა, ძალიან ქონიანი ეს თევზი, ძალიან ქონიანი, რომ გაითვალისწინოთ. ვისაც ეშინია სიმსუქნის, ცოტა უნდა მოერიდოთ. და ვისაც უყვარს ძალიან ქონიანი თევზი, აი ეს არის ჩემო ძვირფასებო. ფოტოშორის ვისაც აკლია ომეგა-3. დიახ. რეკომენდაციას გაგიწევთ. ომეგა-3 ახლა თითქმის ყველა აკლია. ომეგა-3. თევზის ქონი. აი ესეთი რჩევა მოგწა ჩემმა დამხმარემ. სხვათა შორის ზომაშიც დაპატარავდა მოხარშვისას. არა? რა თქმა უნდა, აბა ცხიმი ჰქონდა. ზონაშიც მოიკლო. მოიკლო. ცხიმი გავუშვა თვითონ. ნახეთ რა ცხიმიანი წვენია. აი ესე. უგემრიელესია, უგემრიელესი. ესეც გემრიელია ჩემო ძვირფასებო, მაგრამ სპეციალად ამ ვიდეოს უძღვნი ჩემს მაყურებელს, ჩემ გურმან მეგობრებს, რომ ეს თევზი შეინახოთ რამოდენიმე ხნით მაცივარში, სპეციალურ წვენში. ეხლა მოვამზადებთ მარინადს. მოკლედ დავიწყეთ მარინადის წვენის გაკეთება. დაგვჭირდება დაახლოებით 1 ლიტრა წყალი ჩავასხით, აი აქ. სასურველია იყოს მოდუღებული და მერე გაციებული ეს წყალი, სასურველია. და აბა გავაგზელოთ. ამ რეცეპტში მეხმარება ჩემი მეუღლე, გამოგიტყდებით. ამ მარინადის კეთებაში, ეს არ არის დასამალი. ბევრმა მკითხეს მე, ლადო, ვინ გეხმარებაო, კადრს მიღმა ვინ არისო, შენ რო გეხმარებაო და რა არის დასამალი, ჩემი მეუღლეა. რას უშვებით მარილს, 3 სადილის კოვზი. მარილი წყალში. 2 ცალი დაფნის ბოთოლი. აი ესე. მოურიოთ, მარილი გავადნოთ. და დაგვჭირდება ძმარი. ჩვენ გვაქვს ახლა კახური ღვინის ძმარი გვაქვს ჩვენ. ვის რას გაქვთ, ის გამოიყენეთ ის ძმარი. კარგად მოურიოთ, აი შავი სურნელოვანი რამოდენიმე მარცვალი პილპილიც გაუშვით. კარგად მოურიოთ, მარილი გავადნოთ. და ცოტა ხანი დავტოვოთ ესე. რამოდენიმე კოვზი დავამატოთ აი ეს ნახარში, თევზის ნახარში. აი ზემოდან ვიღებთ ცოტა ქონიან წყალს. დანი გვიყურებს და გვეხმარება. აი სპეციალური ჭურჭელი მოვამზადეთ, წვენს შავასხამთ ამაში და თევზსაც შავაწყობთ. ისეთი ჭურჭელი შეარჩიეთ, რომ მაცივარში ჩაეტიოს, იმიტომ რომ ამ თევზს ინახავთ დაახლოებით კვირაზე მეტი შეიძლება რომ შეინახოთ აი ამ მომზადებულ წვენში, ეგრეთ წოდებულ მარინადში. აი ესეთი. და ძალიან გემრიელი გამოვიდა თვითონ ესეც გემრიელად მიიწვევთ, მაგრამ მარინადში უფრო უხეცი, ნახეთ რა ქონიანია. ქონი გაზდის რა ეს. ომეგა-3 როგორც ჩემ დამხმარემ თქვა. უგემრიელესია. მოხავშული არის უგემრიელესი. სხვათა შორის მე მინდა რომ შევწვა მერე ეს და გავჩვენთ როგორი გამოვა. ეხლა ჩავატყოთ ეს ყველაფერი წვენში. ჩავაწყოთ ეხლა. ჩავუშვოთ თავის დაფნები და ჩავასხათ წვენი. ეგრეთ წოდებული მარინადის წვენი. მომწერეთ მეგობრებო. თუ იცით ქართულად ეს სიტყვა როგორ არის. აი ესე
დასრულა დღევანდელი ჩვენი ვიდეო. აი ესეთი თევზი მოვამზადეთ მარინადში და ეხლა მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ. როცა გენდომებთ ამოიღებთ წვენიდან თავისუფლად 1 კვირა 2 კვირა ძლებს ესე. და უფრო გემრიელი ხდება. წავიდა მაცივარში ეს